8 მაისის ჩათვლით ანზორ ერქელმაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ქალთა ტრადიციული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი სახელწოდებით ნანინა 2006 იხსნება. წლევანდელი თემატიკაა ქალთა გლოვა, ტრადიცია, წესჩვეულება, მუსიკა. ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ამ ფესტივალის დამფუძნებელი, დირექტორი, ორგანიზატორი ქალბატონი მაკა ხარძიანი. დღემშვიდობისა ქალბატონო მაკა. მოგესალმებით, დღემშვიდობისა. სტუდიაში მოგდანებით. დიდი მადლობა დაინტერესებისთვის და ჩემი მოწვევისთვის. რა თქმა უნდა, ფესტივალი მეოთხედ იმართება უკვე და ზოგადად აი ამ ფესტივალის იდეაზე მინდა გითხოთ, როგორ გაჩნდა სურვილი, რომ მსგავსი ფესტივალი ჩამოგეყალიბებინეთ. კი ბატონო, სანამ წლევანდელ ფესტივალზე ვისაუბრებდე, აუცილებელია წინა ისტორია მოგიყვეთ. ჩვენ გახლავართ ამჟამად ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებითი ჯგუფი ნანინა, რომელიც არის ანსამბლ ნანინას ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლ ნანინას მემკვიდრე, რომელიც ჩამოყალიბდა 2003 წელს. ჩვენ 18 წელი ანსამბლად ვიმოღვაწევთ, მაგრამ თითოეული ჩვენგანი არის ეთნომუსიკოლოგი. მაპატიეთ, ჩვენ ვართ კონსერვატორიის კურსდამთავრებულები, ბატონი კუკური ჭოხანელიძის, ედი შერგარაყანიძის, იოსებ ჟორდანიას სტუდენტები, რომლებსაც კონსერვატორიის წლებიდან გვაკავშირებს ძალიან დიდი მეგობრობა, შემდეგ უკვე შევქმნით ანსამბლი და ჩვენ მიზნად დავისახეთ ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზაცია. მოგეხსენებათ, რომ მას შემდეგ რაც სცენაზე ავიდა ფოლკლორი, უმთავრესად დაახლოებით 1 საუკუნის მანძილზე, მე-19 საუკუნის ბოლოდან მე-20 საუკუნის 80-იან წლებამდე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა მამაკაცთა რეპერტუარი, იმიტომ რომ რეპერტუარულად მამაკაცთა სიმღერები ბევრად უფრო ფართოა, უფრო მრავალფეროვანია, მამაკაცების მულტიფუნქციურობიდან გამომდინარე ყოფაში მათი სიმღერები უფრო მეტია, ჟანრულად უფრო მრავალფეროვანია და უფრო ეფექტურია სცენურად დამეთანხმებით. ამიტომ ქალთა ფოლკლორი ამ ხნის მანძილზე იყო ჭრდილქვეშ და მხოლოდ ექსპედიციების მონაპოვარი ინახებოდა არქივებში. 80-იანი წლებიდან, უკვე მე-20 საუკუნის 80-იანი წლებიდან ნელ-ნელა ედი შერგარაყანიძემ დააარსა მისი ხელშეწყობით ჩამოყალიბდა ანსამბლი მზეთამზე, პირველი ქალთა ტრადიციული მუსიკის ანსამბლი, რომელმაც დაიწყო ქალთა სიმღერების პოპულარიზაცია და ამის შემდეგ მზეთამზის კვალდაკვალ ჩამოყალიბდა ჩვენი ანსამბლი. რა კი ჩვენი მთავარი მიზანი იყო ქალთა ტრადიციული მუსიკის პოპულარიზება, მას შემდეგ რაც აი 18 წლიანი ანსამბლად მოღვაწეობის შემდეგ ჩვენ უკვე ეთნომუსიკოლოგთა შემოქმედებით ჯგუფად ჩამოვყალიბდით და ჩვენი მთავარი ორიენტირი გახდა მეცნიერული კვლევა, არა მხოლოდ შესრულება ამ სიმღერების, არამედ მათი მეცნიერული შესწავლაც და რატომ გახდა ეს მნიშვნელოვანი თქვა რომ არა მხოლოდ შესრულება და ესეც შესწავლაც გამხდარიყო დიახ ჩვენ ვიგრძენით სიმწიფე ჩვენი როგორც ეთნომუსიკოლოგების როგორც მეცნიერების თითოეული ჩვენგანი ძალიან დიდი ხნის მანძილზე პრაქტიკულ მოღვაწეობას და მეცნიერულ მოღვაწეობას ასევე საშემსრულებელ მოღვაწეობას ერთმანეთს უთავსებდა და ჩვენ ვიგრძენით რომ უკვე გვემატება ასაკი ჩვენ უკვე ვართ იმისთვის მომწიფებული რომ სერიოზული განაცხადი გავაკეთოთ ვიდრე სცენაზე უბრალოდ დადგომა და შესრულება და ჩვენ მინდოდა რომ ასევე წაგვეხალისებინა სამეცნიერო წრეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები და ჩვენი სტუდენტები, რომ აი ამ ეს ფოლკლორი არა მხოლოდ სცენაზე შეესრულებინათ, არამედ ეკვლიათ კიდეც და ჩვენ ამ მიზანს მინდა გითხრათ, რომ მივაღწიათ 2023 წელს ჩვენ დავაფუძნეთ ეს ფესტივალი. ფესტივალის იდეის ავტორი გახლავთ ჩვენი წევრი, ეთნომუსიკოლოგი მაია გელაშვილი, რომელმაც სხვათა შორის ანსამბლად რო ჩამოვყალიბდით, ჯერ კიდევ მაშინ გაუჩნდა მას ეს იდეა, ეთნოგრაფიული სურათების სცენარები წერა. მაგალითად, პირველი იყო გოგო დაბადებულა, მეორე იყო აქ ბატონები მობრძანდნენ, მესამე იყო ხერტალმა ხელი დამგალა, ანუ ქალთა შრომა, შემდეგ იყო მგოსანი გლოვისანი და ასე შემდეგ, ანუ ქალთა ყოფის ყველა სფერო იყო მოცული. და საბოლოოდ ჩვენ როდესაც უკვე ვიფიქრეთ რომ ჩამოვყალიბდებით ეთნომუსიკოლოგთა ჯგუფად, გადავწყვიტეთ რომ აი ეს სურათები განგვეხორციელებინა ფესტივალების სახით და ყოველწლიურად 2023 წლის შემდეგ ქალთა რეპერტუარის ერთ თემას ვუძღვნით თითო ფესტივალს. პირველი ფესტივალი იყო აკნის ნანასთან და ანუ ბავშვის დაბადებასთან დაკავშირებულ ტრადიციებს, წესჩვეულებებს და მუსიკას მიეძღვნა, მეორე ფესტივალი ბატონების თემას, მესამე შრომის თემას, წელს გლოვის თემა გვაქვს და აქვე მინდა აუცილებლად აღნიშნო რომ
ფესტივალი არის რამდენიმე სეგმენტიანი. ის მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, ეს არის მულტიდისციპლინური სამეცნიერო კონფერენცია. აქ არ არის მხოლოდ ეთნომუსიკოლოგიური მუსიკალური კვლევა ამ ნიმუშების, არამედ ამ ტრადიციებთან, აი მაგალითად ბავშვის დაბადების ტრადიციებთან დაკავშირებით, ლინგვისტიკაში, ქორეოლოგიაში, ფსიქოთერაპიაში, ეთნოლოგიაში, ისტორიაში და ასე შემდეგ, სადაც კი არის რაიმე ინფორმაცია, წყარო ამის შესახებ, აი ეს მეცნიერები, ანუ ფოლკლორის მონათესავე დარგის სპეციალისტები, თავისი კუთხით აშუქებენ აი ამ ტრადიციებს. ანუ ეს არის მულტიდისციპლინური კონფერენცია, სადაც ეთნომუსიკოლოგებთან ერთად ძალიან ბევრი დარგის სპეციალისტს აქვს ჩართვის საშუალება. თქვენ ჩამოთვალეთ სხვადასხვა თემა, რადგან ფესტივალი მეოთხედ იმართება, სხვადასხვა თემატიკის იყო და ყოველ წელს სხვადასხვა თემა აქვს. მაინტერესებს აი ის რიტუალები, რომელიც რეგიონში ჯერ კიდევ შემორჩენილია, რომელს გამოარჩევთ და რომ მოგვიყვეთ ამის შესახებ. კი ბატონო, ჩვენი ფესტივალის მეორე სეგმენტი სწორედ ეს არის ვიდეორგოლების პრეზენტაცია. ამ ვიდეორგოლებში რეგიონული ანსამბლები და ასევე თბილისური ანსამბლები სხვათა შორის ცდილობენ, აი რეგიონული ანსამბლები თავიანთ კუთხეში შემორჩენილ ტრადიციებს ეძებენ, აი კონკრეტულ თემატიკასთან დაკავშირებულ ტრადიციებს და ეს იცით როგორი გამოწვევაა. არსებობს მუსიკალური მასალა, ვთქვათ საარქივო ჩანაწერები, მაგრამ ტრადიციების ესეთი აღწერა არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ეს არ იქნებოდა მარტივად მოსახერხებელი. არ არის მარტივი, იცით რატომ? იმიტომ რომ ეთნოფორები, რომლებსაც ეს ახსოვდათ, ფაქტობრივად ცოცხლები აღარ არიან. თითო ოროლა შეიძლება იპოვა. ამიტომ მათი მემკვიდრეები, აი თუ კი სადმე ეთნოგრაფიულ მუზეუმში რაიმე ცნობა არის შემორჩენილი, ერთი სიტყვით ჩვენი მიზანიც ეს იყო, რომ აი ზოგი გვიკავშირდებოდა და იცით ვერ პოულობთ ვერაფერს და ზუსტად ეს არის, რომ უნდა იქექო, უნდა ეძებო და აი ზუსტად ის რაც დღეს ცოცხალია ჯერ. და ახლა არის ეს შანსი, რომ ჩვენ მოვიძიოთ და მომავალ თაობას დაუტოვოთ ხო ეს ინფორმაცია. აი მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ აი მაგალითად გაგიკვირდებათ და ქალთა შრომასთან დაკავშირებით საკმაოდ მწირი ინფორმაცია და მასალა აღმოჩნდა, დაახლოებით 12 თუ 13 ვიდეორგოლი ქონდა სხვადასხვა რეგიონიდან წარმოდგენილი და წელსაც ასევე გლოვა ისეთი თემაა, რომელიც გლოვა ერთადერთი ფაქტობრივად ერთადერთია, რომელმაც სოციალური ფუნქცია დღემდე შეინარჩუნა ყოფაში. მოგეხსენებათ, რომ შრომამ დაკარგა და სცენაზე გადაინაცვლა შრომის სიმღერებმა, იმიტომ რომ მეცნიერულ-ტექნიკურმა პროგრესმა მოგეხსენებათ, რომ ადამიანის ხელით საქმიანობის საჭიროება გააქრო ფაქტობრივად, ასევე სუფრული სიმღერები მეტნაკლებად, მაგრამ იმ ტრადიციით ნამდვილად არ სრულდება, როგორც იყო, ასევე მაყრული სიმღერები, ასევე ფაქტობრივად ნანები და ბატონები, რაც მედიცინა განვითარდა, უკვე ბატონებს ვიღა უმღერებდა ბავშვებს და ამიტომ აი ეს ჟანრები მოწყდა ყოფას, მაგრამ გლოვამ, როგორც მართლა უნიკალური აი რატომ შეჩერდით კონკრეტულად? იცით რა, გლოვა ეს არის რეალურად დაბადება და გარდაცვალება, ეს არის ადამიანის ცხოვრების ყველაზე სერიოზული მომენტები, ხო? სხვათა შორის, ჩემთვის დღემდე გამოცანა ნანებმა რატო დაკარგა აქტუალობა, იმიტომ რომ ბავშვს დღესაც ისა სჭირდება ხელშეწყობა ძილში, როგორც ჩანს ისევ ჩვენი მოუცლელობა და არ ვიცი კიდევ რა. არ მე მგონი ასე არ დაუკარგავს, მაინც დედები არიან, ვინც ძილის წინ არიან, მაგრამ აი სოფელში დღეს იშვიათად თუ იპოვით აი ესეთ ქალებს, რომლებიც დღემდე უმღერიან ნანას ბავშვებს, მაგრამ გლოვა ისეთი რამეა, მარადიული ფაქტობრივად გარდაცვალება არის ჩვენ თანმდევი, ხო? აი ისეთი თემა არის, რომელიც ვერ დაკარგავდა აქტუალობას, აი ვერსადრო ვერ წაუხვალ, აი რა უნდა ქნა, ერთი რაც დაგრჩენია, ეს არის რომ იტირო შენი მიცვალება. აი გლოვის დროს სიმღერას რა დატვირთვა? ნახეთ, გლოვის დროს ეს არის სიმღერა ტირილი ფაქტობრივად. არსებობს სხვადასხვანაირი ტირილები. საქართველოში შემორჩენილია ყველა კუთხეში სხვადასხვანაირი ტირილი. ტირილები შეიძლება იყოს მოთქმით ტირილი, დათვლით ტირილი, ძახილით ტირილი, ქვითინით ტირილი, საუბარით ასე. კი ბატონო, საუბარი მიცვალებულთან და ასევე რეჩიტაცია, მაგრამ არის კიდევ ნახეთ, არის ფიზიოლოგიური ტირილების შეცხადება და ასე შემდეგ. ეს შედარებით ნაკლებად შემოდის მუსიკის ინტონაციურ, ანუ ეს არ არის ინტონირება, მაგრამ როგორც კი იქ იწყება მოტირლის მოწვევა, მისი, ანუ ეს მოტირალი, იცით როგორ ზოგი წინასწარი რჩევდა იმან მიტიროსო, კარგად ვინც ტირო და იყო ესეთი მეც მახსოვს კი ძველები. სხვადასხვა კუთხეში მაგალითად სამეგრელოში მათვალარს ეძახდნენ ესეთ მოტირალს, რომელიც ძალიან დიდი პატივით სარგებლობდა და ოღონდ მას უნდა ცნობოდა ოჯახი და მას უნდა დაეფასებინა ეს მიცვალებული რომ მოსულიყო, მისი ღირსებები უნდა შეემკო და ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა ქალი ფაქტობრივად
ფაქტობრივად იყო მედიატორი ცოცხლებისა და მიცვალებულების სამყაროს შორის და ქალი მიცვალებული სულს ესაუბრებოდა ფაქტობრივად როგორც ცოცხალს და მას გზას უკვლევდა საიქიოში. ანუ მას აცნობდა მასზე ადრე გარდაცვლილ ადამიანებს, რომლებიც მას იქ დახვდებოდნენ, რომ სულს კომფორტულად ეგრძნო თავი და ადვილად ინტეგრირებულიყო მიცვალებულთა სამყაროში. რაღაცები რაზეც ჩვენ საერთოდ არ ვფიქრობთ, მაგრამ როგორი დიდი დატვირთვა აქვს. ძალიან დიდი დატვირთვა აქვს. ამიტომ აი ჩვეულებრივი ქვითინი და აი ესეთი უსიტყვოტირილი რა თქმა უნდა არის, მაგრამ ქალების როლი იყო ძალიან დიდი, იმიტომ რომ ზოგადად აი მიცვალებულის სულისადმი პატივისცემა ორი რაღაც არის, ერთმანეთის გამორიცხავი. ერთი არის, რომ სულს პატივს სცემ, მეორე არის, რომ მისი გეშინია, იმიტომ რომ ძველი რწმენა წარმოდგენებით აი ანიმიზმიდან იღებს ეს სათავეს, სულს შეუძლია რომ ნება მოგაყენოს. აი მაგალითად სვანეთში არის ესეთი პერსონაჟი ჩნდება დაკრძალვის დროს, რომ საფლავისკენ მიდის კაცი, რომელსაც თაფლი და ის უჭირავს, პური უჭირავს ხელში და მან უკან არ უნდა მოიხედოს. უკან იმიტომ არ უნდა მოიხედოს, რომ არავინ გარდაიცვალოს. ანუ ვისაც შეხედავს შეიძლება ის ესეთი რწმენა არის. გახსოვთ ორფეოსის მითი, მან მოიხედა ის გააფრთხილეს. როდესაც ჰადესიდან ამოყავდა ევრიდიკე, უკან არ უნდა მოიხედა და მან დააკარგა ევრიდიკე. და აი ამის გამოძახილს პოულობთ სვანეთში, აი ამ რიტუალში, რომ მან უკან არ უნდა მოიხედოს. ანუ გარკვეული შიში არის, მაგრამ მეორე მხრივ ეს არის მასპინძლობა სვანეთში. ლიფანალიც კი არის, მე სვანი ვარ თვითონ და ეხაც ჩემი სტატია მესამეცნიერო კონფერენციაშიც ვიღებ მონაწილეობას გარდა იმისა, რომ ფესტივალის ორგანიზატორი ვარ და ერთი სიტყვით ყველა შემთხვევაში ქალს აი ამ გლოვის პროცესში ზოგადად ყველა სიტუაციაში, ცხოვრების სიტუაციაში ქალს თავისი ფუნქცია ჰქონდა და სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, რომ აი ეს ფუნქცია გამოვკვეთოთ ყოველ ფესტივალზე. წელს კი აი ეს განსაკუთრებით აი წელს უკაცრავად წელს ჩვენი პატრიარქის დატვირთვაც არის, ხო? და ეძღვნება მის ხსოვნასაც რამდენადაც მე. ჩვენ წინასწარ გეგმავთ ფესტივალის თემებს, აი ჩვენ რო დავამთავრეთ მესამე ფესტივალი, უკვე ვიცოდით მე-20-ზე იქნებოდა და აი ისე გამოვიდა, რომ ფესტივალი პატრიარქი გარდაიცვალა ჩვენი ფესტივალის წინ და წარმოუდგენელი იყო, რომ ჩვენ ეს ფესტივალი პატრიარქის ხსოვნისათვის არ მიგვეძღვნა და ძალიან მიხარია, რომ ამით მაინც შეგვიძლია მადლიერება გამოვხატოთ. ფოლკლორული მუსიკა რამდენად ეთრფოდა მას. შორის გარდა სიმღერებისა თქვენ მოგეხსენებათ მიცვალებულთა საგალობლები იყო მიღებული საქართველოში და არის ძალიან სერიოზული ტრადიცია მიცვალებულთან გალობის და ჩვენს ფესტივალზე გალობელთა გუნდებიც გვეყოლება და გარდა ამისა სიმბოლურად ორივე დღეს 6-შიც და 8-შიც გახსნაზეც და დახურვაზეც ფესტივალის ბოლოს უკვე პროგრამის ბოლოს ჩვენ შევასრულეთ პატრიარქის წმიდაო ღმერთოს და კიდევ ერთი მინდა ვთქვა, რომ აი ეს მესამე სეგმენტზე მინდა წელს კონცერტი არ დავარქვით, დავარქვით სასცენო პროგრამა, მოგეხსენებათ ახლა გლოვას კონცერტს ვერ დაარქმევ და იქ ჩვენ გვეყოლება მოწვეული ანსამბლები და ასევე სოლო შემსრულებლები, მათ შორის სპეციალურად. ეს გვინდოდა გვეთქვა, რომ ესენი იქნებიან, ხო, ანსამბლები და შემსრულებლები. რასაკვირველია სასცენო პროგრამაში და ეს არის რეგიონული ანსამბლები, თბილისური ანსამბლები, რომლებიც შეასრულებენ ერთ სამგლოვიარო, კონკრეტულად გლოვის რიტუალთან დაკავშირებულა ტირილს სხვადასხვა კუთხიდან და მეორე ეს არის ნახეთ ჩვენი სასცენო პროგრამა ესეთი კონცეფციით გავაერთიანეთ 3 სეგმენტად დავყავით ეს არის ქვესკნელის კნელი და ზესკნელი, ანუ ეს არის ტირილი, შემდეგ მოგონება და შემდეგ ჭერისახტა. ანუ აი ესეთი ის გადავწყვიტეთ და მეორე ნომერი ამიტომ იქნება ან მოსაგონარი, ანუ ანსამბლი ან მეორე სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას, ან ჭერისახტა უკვე ისეთი სიმღერა, რომელიც გლოვის შემდეგ შეუძლია შეასრულოს და ამით მთავრდება გლოვა და მადლობებს ვიტყვით თუნებას მომცემთ. თუ დასასრულისკენ მივდივართ, ჩვენი ფესტივალის ტრადიციული ფინანსური მხარდამჭერი არის თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. წელს კი კულტურის სამინისტრო და შემოქმედებითი საქართველო შემოგვიერთდა, ასევე ჩვენი მუდმივი მხარდამჭერი და მასპინძელი არის ფოლკლორის ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა მას და ჩვენი პარტნიორები არიან მეღვინეობა შილდა და ფონდი ქართული გალობა, რომელიც ჩვენ სტუმრებისთვის ორმესი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის წარმატებებისთვის
გისურვებთ, ჩვენთან არის სტუმრად ესებისთვის და გეპატიჟებით. აუცილებლად. სიამოვნებით ლალხორი, სიმღერა ირინოლა, მე და დათო აქვე დაგემშვიდობებით, ბედნიერ და იღვლიან დღეს გისურვებთ და საუკეთესო სურვილებით. ნახვამდის კარგად. ლალხორის სცენაზე.